პირველი ჩემო მეგობრებო, მოგილოცოთ ბატონობის შესასწავლი. მე მინდა რომ ჩვენ დაგვაბედა ამ ბატონობაზე ბრძოლა, დაგვაბედა ქუჩაში ყოფნა. ახლა ამ წუთებში მიდის ქუჩაში რამდენიმე მარშ, მათ შორის სტუდენტების მარში. და მე მინდა გითხრათ, რომ მეც ერთ დროს ვიყავ სტუდენტი და სტუდენტები იბრძვიან თავისთვის და იბრძვიან იმისათვის, რომ ქვეყანაში არ გამეფრთხეს სიგნალე და არ გამეფრთხეს უპერსპექტივო. მე თავის დროზე სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით. ჩავამთავრე კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელი დიპლომით. დავამთავრე კოლუმბიის ამერიკის მაგისტრის ხარისხის კოლუმბიის უნივერსიტეტში ნიუ-იორკში ამერიკის კონგრესის სტიპენდიით, არადედიკოს და მარიკოს ფულებით, წარჩინებით. მე დავამთავრე სადოქტორო პროგრამაში ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ამერიკის სტრასბურგში ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის ძალიან პრესტიჟული დიპლომი, ვაშინგტონის ორჯერ ვისწავლე ინსტიტუტში 2 წელი დავიარეთ. სწავლობდი აგაში სისხლისამართლების საერთაშორისო ორგანოში, სწავლობდი ფლორენციაში, სწავლობდი ბუდაპეშტში, მივიღე დოქტორობის სტიპენდია ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიუ-იორკიდან და ასევე ხაიფას უნივერსიტეტში, ისრაელში, ასევე ჩემს მშობლიურ შევჩენკოს უნივერსიტეტში. და ამას ყველაფერს ისწავლე გიყვებით. ვიღაცებს მეიტიკოს გამოკარგა რამე და იმიტომ არ ხარ მათ ციხეში და იმიტომ არ არის ალანიას ფერბუთელი წამოწიწი როგორღაც კაბინეტში. და მე მინდა გითხრა, რომ აუცილებლად გამოგარქებთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშოთ ხელი. ჩემი ამოცანა იყო განათლების შემოტანა. ჩემი ამოცანა იყო ჩვენ ამოვიწყოთ განათლების სისტემაში კორუფცია. სწორედ ამიტომ ესაც ვიღაც რო ახსენებს სისტემას ხაცას, ის რომ თანამშრომლები უკეთდება მოსაწყობა უკეთებებში. ის იგულისხმება, რომ ამერიკულ მასშტაბით შემოყვა პირველი პროგრამა, რომელიც მომარიჭა. ამიტომ მე მინდა ისმის კარგად ამიტომ მე მინდა შემოძიებას. ამას არ მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ რომ სოფლიოში მოაწოდოთ ხმაი, ხილი, ამ 2-3 დღის წინ არის წარსული პოდკასტი პუბლიკაცია ამერიკაში და დეტალური სტატია გამოაქვეყნა ჩვენი საქართველოს მიმდინარე მოვლენებზე. მაგრამ უამრავ სხვა პრესაში ვაყოფებ და ჩემი ხმა ცდილობ სოფლიოს სწორედ იმის გამო რომ მე ვაპარაკობ მასენაზე. ჩვენი ახალგაზრდა 5 რა აწვის ხმას და გამოუგნებული ვარ, ისეთ აქტაცებული ვარ. იმიტომ რომ ვაპარაკობ მასენაზე. ვაპარაკობ იმენაზე, რომელიც ის ცივილიზებულ სამყაროს და ამიტომ განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოლიგარქის მონება, მათი გაუგებარია სოფლიოსის და ცივილიზებულ დასავლეთის. თქვენ და ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომელიც არაფერი არ აქვს გასაკეთებელი, აი მათია და ყველასთვის გასაკეთებელი. ახლა მე მინდა ყველას უთხრა, რომ უში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველად ევროკავშირმა შემოიღო სანქციები ევროკავშირის მასშტაბით და გაუქმდა უდიდესო მიმოსვლა დიქტატურის სამსახურო პასპორტების პრობლემებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგანადგმული ნაბიჯი, იმით არ არის ისაც ჩვენ გვინდა ჯერ მაგრამ წინგანადგმულია იმის გამო, ეს 2011 წელს ჩემი დიდი გუძარისმოი შემოვიდა ეს მიმოსვლა, როგორც წინას შესავალი უდიდესო მიმოსვლის და ევროკავშირთან ასოცირებას. ახლა წაგვართოს ის, რაც მაშინ მოიპოვეთ. მაგრამ წაგვართოს ჩვენ კი არა წაართოს ამით. იმიტომ რომ ეს საქმე გაგრძელდება, რა უფრო საქმე გაგრძელდება. მე მინდა უწინასწარმეტყო ყველას, რომ თუ გაგრძელდა ის ტიტუშკელი ძალადობა, ძარცვაც ქუჩაში და მერტმა უფრო უარესი რა მოხდეს. კენიაში გაფორმებული აქტივების შემდეგ, მეტი წლის წინ იყო ძალადობა მთავრობის მხრიდან და მაშინდელი ხელისუფლება გადაეცა ქალაქის სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოს. და მე ვიცი რომ ხათმა იურისტმა გვიაძლევს ეს საკითხი ამ მიმართულებით და სხვა მიმართულებით მოძრაობა. დიდი მადლობა მინდა ყველა ქუჩაში ადამიანებს, დიდი მადლობა მინდა უთხრა ჟურნალისტებს. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გამოგიჩნდა საბოლოო 3 დღის წინ შევეჩვენეთ რაღაცებს, მაგრამ ძალიან დიდი პროგრამა ქართველების გარეშე. საქართველოს სახელმწიფო აპარატში დაუშვეს დანიშნა რუსების ენის ცოდნისა და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე. ეს არის ზუსტად ის, რაც რუსეთმა გააკეთა 2004 წლის შემდეგ ცხინვალში.
როდესაც დანიშნა კოკოიძის ქვემო, ყველა მინისტრი იყო რუსეთის მოქალაქე, ციმბირი და ასე ჩამოყალიბდა. მეც ვიყავი მაგალითად სხვა ქვეყანაში. მე ვიყავი და ვარახოს თანამდებობის პირის სხვა ქვეყანაში, უკრაინის პრეზიდენტი არსებული უკრაინის ნაციონალური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი, მაგრამ თავისუფლად ჩაუყალიბდა უკრაინის დიდი რეგიონის ტაქტიკის საკითხი და ყველაზე სტრატეგიული, მაშინ ყველაზე პოპულარული შეფრთხილების რეგიონი. მაგრამ უკრაინას მოკავშირეთა მრავალი წლის ურთიერთობა და რაც მოხდა სახელმწიფოს და უკრაინის მოქალაქეობა. ამა თუნდაც კოკოიძის ვარიანტი განამაშრა, ამა თუნდაც ქართველების შანაცვლა რუსებით, იმიტომ რომ რაღაცას ქართველები გააცულებენ და ვერ შეასრულებენ, ხოლმე ხედავთ პოლიციაში ჩამოსვლა. ის ვიწერა დაბადებულშები, ის სათურებია თავის კომუნისტვის რუსეთი ტელეგრამატებით, იმავე ტელეგრამატებით, როგორც უკრაინის ომის საკუთრებას რუსებს, იმავე ტელეგრამატებით ახლა აგროვებენ არისებს, რათა დაარბიონ საქართველოს მიტინგები. ამიტომ ჩვენ ძალიან უზღვარს. მე ვიტყვი, არაფერი არ არის მარტო. არის ისტორიული პარალელები. და მე არ მეთახმები, ხას ვიცი და ჩვენ უშუალოდ ვიგვაქვს, რავალი თვეც საჭიროა წმენდი. ქუჩაში ჩვენ აუცილებლად მეტროს გამართას. მიან ის რაც ხდება ახლა საქართველოში ეს არის ნამდვილად საერთო სახალხო რევოლუცია. ეს არის საერთო ქართული სახელმწიფო რევოლუცია. თავისუფლად ნაციონალისტები და ვიქტორ ვარ სწორიგაგე და ნაციონალისტები ჩვენ გვყავს საქართველოს უსოფოთ და ნაციონალურ მოძრაობას ყოველდღიური მოძრაობის გამოძახილი. მაგრამ მასშტაბი რაც ხდება დღეს აღემატება იმას რაც იყო ნაციონალურ მოძრაობის დროს. და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან დიდი რაღაცა, მაგრამ მე მინდა გამოვიდო ისტორიული პარალელები და თქოთ მომისმინოთ. 2012 წელს რუსები უპირატესად გამოფხიზდა და მიხდა რომ მათ ისინი საბოლოოდ გაგანთ დემოკრატიას. 2012 წელს რუსეთში ბალოტნაეზე და პეტერბურგში მათ შორის მოსკოვში და პეტერბურგში გამოვიდა მრავალი ასეული ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი მრავალი კვირა იდგნენ ქუჩებში. და შემდეგ ისინი ეს პროტესტი მოახერხეს და შემდეგ რუსეთი გაკუჩდა ისაც აწოდა. ბელარუსში გამოდიოდნენ აიტიკიდან. ბელარუსში ისინი იძახდნენ თავარია კაროლინოვი, თავარია და პროვინციული არმიცა და გადაგარჩა მხიარული. სადაც არის ბელარუსი, ყველა ვიცი. მე მოგწევ. ჩვენ ვესმოდეს რომ საქართველოს ძალიან დაუდრობო ძალას. ეს ხალხი არ შეცვლა გუშინ და გუშინწინ. მე თავს მოვიწყდა ის ვიცი ძახს ვიცოცხლე და მოიპარა თავისოზე ვის ოცებას ერთ მოვიდა უბრალოდ იძახი რომ ბოლონი სამწელაულებს ბარბარე ნაპალიანის სკოლობით მოსული ხელისუფლება ბარბარე ნაპალიანის რატვის ბავშვი და სირიის ბავშვი კაპიტალი ბავშვის მოსული ხელისუფლება ფეხბურთის თამაში დაწყო მიხარია ეს სლავი გამოხატულება ძალიან მოგწევს ბავშვები რომელიც თამაშობს ფეხბურთს პრობლემები. მაგრამ მეორე მხარეს ჩვენი კლუბი თამაშობენ ისინი. და ბარბარე ნაპალიანი მოკლეს. იაკენძაია რომ მოკლეს. 2013 საპრეზიდენტო არჩევნებში სუვდიჩი. სკოლის დირექტორი კეთილშობილისთან. პირველად რომ გალახეს მასობრივად ნაციონალური მოძრაობის დავალი ასეული წევრი ეროვნულ ბიბლიოთეკას ეს ყველაფერი და წარსულს ჩავაბაროთ, ხათურის ნორმალური იყო. თელი ჩვენი ხარისკაცების პროგრამაციის რუსეთ, ჩვენი სპეცრაზმენები რომ გასაკითხავად გაანადგურეს, ვით ბაში ჩატარა ოპერაცია აფხაზეთში განედა რუსეთის სპეცრაზმე საქართველოს ტერიტორიაზე მიცეს საშუალება რუსებს ან რუსების ქართველებს რუსებს დაეხოცათ ეს სპეცრაზმები ეს ბოლო წელიწადში მოხდა. მე არ მინდა ჩემთვის ვერ ვაპარაკე, მაგრამ მე მინდა თქვა კრიმინალებში გამატარეს და იაკაზე რომ აკლიეს. მოწამეს და მე რომ მომწამეს. ეს 2 წლის წინ მოხდა? არა, უკვე 4 წელია და აგერ მომწამეს. აგიდასა თუ მივა ესენია, ავიჩი საფრთხეს. თუმცა ამდენი ფული ქონდა და რა უნდა იზო აგაბულება. სამწუხარო სიყვარულს ნოდამიწა ლაპარაკს ოღონდ. მინდა ვიცოდე მართლა კაპასიტეტი გამოდუხა ეტიკეტთან, მაგრამ ხო ქონდა უცბად ცხოვრება, ხო შეიძლება უბრალოდ ჩემთვის გეცხრა, რატომ ჩამოხვედი ამინ გაიძულა, გეცხრა, შენი შანსი ხო ქონდა ამის შანსი და დროც. აკუცეაში ყველაფერი მართალია. უბედია საქართველოს საქართველოს ფურსაიტიდან ქონდა
მე მაგარი ხელფასი შემოსავლები ასე შემდეგ, მაგრამ არც ისე ბევრი შესაძლებელი ყოფილიყო და მით უმეტესად იმ პირობებში სადაც ვიყავით, მაგრამ მე მინდა ამ კითხვას გავცე პასუხი. ეს ხალხი ვინც ფაქტებში გამოდის, ასოვითად, ვინც იყინება, ვინც ემაცად უშინდება, ვინც ციხეში მიდის. იმათ ვერ მიცემს პლუს ივანიშვილი და ორგანიზება. ეს ხალხი ხო არსებობს. აი მევა ერთ-ერთი თქვენგან. სამშობლო სიყვარული არის ძალიან ძლიერი ხტომა. არანაირ სასახლეებზე ეს არ იცვლება. არანაირ ნახტებზე, შემოსავლებზე, უფლებაზე, მოგზაურობაზე ეს არ იცვლება. მე გადავდე ჩემი თავი სამშობლოში და სწორედ ამის გამო სამწელს მეტი ხალხი არ მინახია საკუთრცა. თქვენ იცით რომ ქართულ სახლობშია და საქმეა. თქვენ იცით რომ მზის ხილი არ მინახია. თქვენ იცით რომ ქართულ აერიად ჩამისულია სამწელს. და თქვენ გონია რომ იმისთვის ავარ მე ხალხის შორეცია ის რა ქვია სამართლო და პროკურატურა ყველასთან თქვენ და სააკაშვილს. მე ახლა იმისათვის 2008 წელს ჩემმა ახლანდელმა ფორმალურად ხელმძღვანელმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქართულ უდიდესმა ისტორიკმა აჩააბარა როგორც აჩააბარა უკრაინა და არ გაიქცა არსად კიევიდან. ასე აღწევიდი თბილისიდან. ზუსტად ესეთია გარემოება. და ბევრად უსამართლოდ შევაჩერეთ ის შემოწევა და საქართველოს საკუთრებულ გადავარჩინეთ. მე ამჟამად ვფიქრობ ჩვენ წარმატებული რეფორმები გავაკეთეთ. ახლა შეიძლება ამბობენ და დაიტოვეს გუშინ და მომიბიცეს ინფორმაცია რომ აი რატო ვერ შეაჩერა სააკაშვილმა რუსული სისტემის პენეტრაცია საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ ვატარებთ მართლა წარმატებულებას. დემოკრატიის ვერაფერი ვერ დავუკვირდით. დემოკრატიული გამოსვლას არ ახლა რუმინეთში ახლახან $2 მილიონი ჩადო რუსეთის საჭირო კამპანია და საპრეზიდენტო და რუმინეთის სასამართლო ჩაერევა გაუქმდა საპრეზიდენტო შედეგები. $2 მილიონი პროზე 10 ჯერ დიდარ რუმინეთში. და საქართველოში $2 მილიარდი შემოიტანეს. და მე არაფერს არ ვაძლევ ჩვენ ხას ასუბიზგენ პრობლემა. ჩვენ ყველა ჩვენი წილი შექმნა გქონდა. როდესაც არ დავეკავ, აი ეხლა მესმის მაინც. განსაკუთრებით იმ ხალხის რომლის ოცნების წინში იყო, რატომაც მაშინაც სწორი იყო და ეხლა სწორი იყო. მე არასდროს არ მინდა ყოველთვის ყოფილიყო. მე დამიშვია ჩემი წილი შეცდომა მაჭარბებს. ეს ხალხი და ბაგიჟებს ზოგიერთ. აგარებენ 7 ნოემბერი იყო კატალიზატორი ჩვენი რეფორმების შედეგი და უამრავი ადამიანი ამოშალეს შემოსავლის წყაროს გარეშე ხაჭი შემოსავლის გარეშე და მე რუსეთი პირდაპირ ჩაევია პატარკაშვილის ხელით მინდა შეგახსენოთ რომელიც მოწოდა პირდაპირ ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და ამისთვის ყველაფერს ხარჯავდა და ყველანაირ პროგრამებს რესურსს იყენებდა ამის შემდეგ ეს 7 ნოემბერი იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი, სამწუხარო პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცინეთ, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ტელევიზია იმედი ჩემი გადაწყვეტილებით გადაგდეთ და გააგზავნა ჩვენი უმობელი კრიტიკა. მე გადავდეთ და დემოკრატიული გამოსავალი ჩახუხარეს და ეს ჩვენი საპრეზიდენტო ვარ. გამოსავალი ჩვენთვის პასუხი ყოველთვის იყო დემოკრატიული პასუხი არსებულ დამოკრატიას. ასე გამოვიდა 26 მაისი 2011 წელს. უკაცრავ 26 მაისი ისტორიის გაკვეთილებით და 26 მაისი იყო სიტუაცია, როდესაც ნიგერუჯაძე პუტინთან ჩაიბარა სამხედრო არმია მოსკოვში და მე ჩამოვიდა თბილისში და გადაწყვიტა ჩაიშალა საქართველოს დამოუკიდებელი ზეიმი წამოგვაგო პროვოკაციაზე. ამ მისცემა წამოვაგეთ, მაგრამ წამოვაგო რა მე ასე უდადიანი ხეს როგორ შეიძლება ის შეადო და ამაზე ჩვენი გამოსავალი იყო შემდეგ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების გადაბარება. ჩვენ ჩავატარეთ მართლა ძალიან უკეთურია. ჩვენ ყველაფერი ის რაც არ არის ივანიშვილი. ხალხი აკვალიცებს იქაო. მე მინდა დავფიქრდეთ იმად ვინც ეძახს რომ ესენი ისეთი დეფინეგე და მორალური ეკუალიცებს. რატო იყო რომ ეხა თემისოფლიო გმოგსავად და მაშინ თემისოფლიო ხელზე ვატარებ. და გაგიჟდა სოფლიო მაშინ ავიქეთ იმაზე, კარგი ჩვენ პირად ამბიციებზე მაქვს. და ჩავიხედოთ გულში.
2012 წლის ბოლომდე და მერეც ჩვენი სიმბოლურად ჩვენ მაგალითად დღემდე იმეორებენ და მოხალ მაგალითად ძალიან ბევრი ქვეყნები. დღემდე დიბეჭდავენ სტატიებს სოფლიოს ყველა წამყვან გაზეთებში შულავებში. აგერ ხილის სტატია გითხავთ, მაგრამ არ ვარებო. Economist, Financial Times, Washington Post, რომელიც ჩამოთვალ CNN აპარატებს შეიძლება ასწრებ. მაგრამ მე მინდა ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ვაშინგტონში ხალხთან საერთოდ ჩემი კონცეფცია რა იყო, რატომ ვიყავდი ბათუმს, როგორ მომავალ ბათუმელი. რატომ მინდოდა ლაზიკის აშენება და დიდი ლაზიკის ერთიანი დიდი აგლომერაციის შექმნა. რატომ ვამეთარები და ეს, იმიტომ რომ ახლა ქალაქებში ხდება თვითქმარი საშუალო კლასი ძლიერი მოქალაქეების, რომლებიც არ არიან დამოკიდებული სხვაზე. ახლა ჯერ იმის რომ საქართველოს ივანიშვილის პარჩოტა საქართველოს სადაც ადამიანი არ არის დამოკიდებული, ის დამოკიდებული არის. გადაგდელოს რომ მეორე IT-შნიკები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რესტორატორები, ცინემაწარმოები, რომელიც გამოდიან და თავის პოზიციაზე, თავისუფლების არის. ჩემი კონცეფცია არის თავისუფალი ადამიანი, ჩემი კონცეფცია არის თავისუფლება, როგორც უმაღლესი პასუხობა ადამიანის. იმიტომ რომ ხოთის იძლევა საშუალებას განვითარების და წინსვლის. ქვეყნის და ადამიანის. გამონებული საზოგადოება ვერასოდეს ქვეყანას ვერ განვითარებს. და ეს არის განსხვავება და ამათ უნდა პატარა სოფელი, მე მინდა დიდი საქართველო, რომ საქართველოზე დიდი საქართველოს ნაწილი ეძოლა რომელსაც ხაჭრენ ვეძებ პროგრამას. ვაგნერის რევოლუციის მერე და 2008 წლის მერე მესმენე საქართველოს სოფლის მედის პოპულარობა და ისე სოფლის საკუთრებია არაფერი ისე აფასდება და არაფერი ისე აღშუს როგორც არის ამიტომ თუკი და ამეთ პარალელის გავნება კიდევ 2007-თან მიკია პარტიასთან კათოლიკე რუსეთის რეჟიმთან და დაუდგა ასლანაბაშის რეჟიმთან. შევაგეძე სარაცავო ასლანაბაშთან ელდახალს ასლანაბაშზე ის რომ ასლანაბაში ფეოდალი იყო ასლანაბაში ფეოდალი. მე გავუტანე ამ საზოგადოებას ფუზერა პარტია საქართველოს ერთი თითის ასახოიათი ყველაფერია როდესაც ხოლმე ის რა ქვია ვიღაცები გულდო სამი გიგი ისაცო მაგრამ საფრანგეთის თავაზობდა მოუთხარი თუ რა შეიძლება დაეხმარება საპრეზიდენტო საქართველოს ბიბლიოთეკას რომელიც მე არ მეკუთვნის და რომელიც იყო ხალხისთვის და მინდოდა იყოფილიყო და არის კიდევაც ცენტრი საგანმანათლებლო ასე რომ ჩვენი ამოდგა ეს არის რომ ვიყო ძალიან ხიზლად და არ იყო განსაკუთრებული დრო არ მეკითხა ვინც ამბობს ჩვენ დროშობს ჩვენ წინააღმდეგ როცა ამამდე ესწრებიან გადაკითხვის სიტუაცია და ყველაფერი არის მომავალ დღეს საქართველოს რატომ მოშავს დროშე ჩვენ წინა დღეს საქართველოს ისეთ სიტუაცია მაგალითად დაემთხვა ბაშარ ალ-ასადი სირიაში როგორც ხალხის თუ როგორც გაიგო 2 წლის წინ საჯარო განცხადებით გამოვიდა რომ იაკობ გასადა დაიქცევა ბაშარ ალ-ასადში ბევრად მეტი რუსეთ ჩადებული ივანიშვილს ამას შემიძლია დაგაკეთოს მაგრამ ასაც ქონდა მაგიარები აფხაზეთ ახლა ჩვენ და ეს დაღიარება ახლა სირიის თავრობასთან მოვიდა კავშირზე წავაგებთ უკან მაგრამ ჩვენ ჩვენ თავრობას და სოფლიო მოიცენებს როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებს ქართპარტია ვერ გავოდა ვერ მოითხოვს აფხაზეთის სამხედრო ოსეთის აღიარების უკაცაგებას ჩვენ ახლა უპატრონოდ დარჩენილ შუად ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჯავარდით სრულიად დაუცველები ვართ ამიტომაც ვეღარ კრიფავენ ისინი ხალხს ასლაბაში მოახერხა 2000 წელს თუ კი ამესანგი შედარებით ჩინოეთთან კინოთეატრში ვაგნერის რევოლუცია შეადარეთ თუმცა კინოეთში ვაგიარებო ეს მასშტაბი გიგანტიურია ვაგნერის რევოლუცია ახალი თაობა გაიწერა ახალი ინფორმაცია დაიწერა მაშინ არ იყო ეს და მე მინდა ასევე ითქვათ რომ როდესაც მაშინ ასლაბაში ჩამოყარა კონტრაქცია ის იყო საკმაოდ მრავალწლოვანი კონტრაქცია და 45 კაცი ვერ შეფრიქა. ეს რაზე მეტყვი? ის მეტყვი იმას რომ საქართველოს ერთიანი. მაგრამ არ მინდა
ძალიან თვითდავშებას მივეცეთ. უამრავი ადამიანი არის ციხე. მინდა გითხრათ, თუ ესე გადურა, მე ნახეთ ეკლესიები და მე ნახეთ უბედური. მე ნახეთ დიქტატურა როგორ გამოიწვევს. მე ნახეთ, როდესაც მიხვა სახელმწიფო საწარმოები სამინისტროებში მინისტრებად დაგხვდებიან და მინისტრის პარტიები დეპარტამენტის უკუპრა რუსები, იმპერატორები და პეტროვები ციმბირიდან ჩამოსულები. რომელიც ქართულადაც არ დაგალაპარაკებია, იმიტომ კანონია ამივეს ნებართურო აუცილებლობა რომ სახელმწიფო ენაზე რაც 78 წელს რომ გააკეთა საბჭოთა კავშირმა ესე დააკეთებენ არ. ამიტომ მოდით ყველაფერს დავაკავოთ თავის სახელები. სახელმწიფო ჩამოშლილია რომელსაც ჰქონდა მიუხედავად ფედერალიზმისა გარდაცვლილ დროს საოცრად საზოგადოების ახლა საკუთარ სიძულვი ეს აიგდა დავიწყოთ და ახლა მე ძალიან მეწოდებული ბესტლიკე და ისინი ამა და ბესტლიკე საჭიროა მეორე აქტიური პირველად მოკრედიტი თუმცა რა თქმა უნდა ხალხის აქტიურობა აბსოლუტურად აქტუალურია. ახლა პოლიტიკურ ჯარჩევს რო არ არის ამაზე არ ვაპარაკობ. ახლა მე ნახე ხალხი დალიოზებს ახლა პოლიტიკოსებს საჭირო ახალი ძველი ყველა გამოსაკერებელია. ოღონდ ერთმანეთის კიდევ დაწასახვა და რა კარგად დაწერა მაკოდონურმა კახარიასთან ერთად გამოდივარ აქციებზე. ხელი ითივე გადაივიწყეთ ეს ძველი რაღაცეები. და მე ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ იმით რომ ჩემი ძველი ბერი ოპონენტი ახლა დგას ქუჩაში საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს გადასარკვევად. და მე მინდა გითხრათ რომ არანაირი საყოდრი თქვენს მიმართ მე არ ამაყ და ძალიან ხო ზოგიერთ თქვენგანს მინდა უთხრა ძალიან ბევრი ძალიან სარათაზროს დუმბანდუბაძე თქვა ყველაფერზე ვიზიარებ დაცვის გეგმას. ეს ის კაცია რომელიც იცავდა რომ აი ამ სიტუაციაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიღოთ ზიად ორიენტირებული მომავალზე და ავიშოთ ზედმეტად მე მინდა გითხრათ 2012 წელს ხალხი მიგიდა თავის პარტნიორით არჩევენ პროექტულ პლანოზე ამაკეთებია მე რამ შემოგო ვითი შემოგო გამეჩერებია იქ მოქალაქეობა და მივეცნიერებს ყველაფერი გავხსენ იმიტომ ჩვენი პასუხი არ იყო დემოკრატიის შეზღუდვა თუნდაც ყოველდღე გამოკერებული დემოკრატიის მე ყოველთვის ჯერდა ქართული ხალხის თუ რაღაც მექანიზმი არ მუშაობა მოხდა ბაჩოვის ძირითადად რუსული ჰიბრიდული თქვენი 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საფრთხე ჩვენი აჭირვა ის იყო ყველაზე დრამატული რუსების სპეცოპერაცია ბოლოს გამოჩი ამიტომ მოდით მივიამაყებთ იმით რომ ამ სპეცოპერაციას და რაღაცეებთან მოგვატყუეს ან მათი ნაწილი ვიყავით ჩვენ მათ როგორც მაგათ ეხაც ვიღაცებისგან გაიგეთ ყველა ხელისუფლება ვისწავლოთ ხო მე კონსტიტუცია არ გიძავდა ჩემ პასუხი ყოველთვის იყო დემოკრატიული მე ყოველთვის ჯერდა ქართულს მე მოვედი დემოკრატიით გაყალბებული არჩევნების გადასაწყვეტად მე ჯერა ქართული ხალხი დემოკრატია არ ჩამოდიოდის და ქართული ხალხი ჯერა და ზერაფონ ჯერობს მაგრამ ყველ ივანიშვილი მართლა სააკაშვილი ხო და მინეს ესაც ხორბონია ივანიშვილი სააკაშვილი ჩემთვის პირადი კეთილდღეობა და ფული არ არის არაფერი ჩემთვის ოჯახური კლანია არაფერ არაფერი არ არის აქტიურად მე პოტის და ოჯახურ კლანს ნახეთ რა ხალხი მოუწია სულად უცნობი სხვადასხვა სფეროები იმიტომ რომ მერიტოკრატია თავარი პრინციპი რომელზეც მე ვდგავ კორუფციის არ ქონა თავარი პრინციპი რომელზეც მე ვიდებ და ამიტომ ჩვენი თავარი კონცეფცია რომ უნდა იყოს თავისუფალი მოქალაქე ეხლა ხდება საბჭოთა კავშირის ბოლო ნარჩენები გატარება თავისუფალ როდესაც მე საბჭოთა მენტალიტეტზე ვთქვი რომ არაცხილები არიან რომ რადგან ძალიან ბევრმა გასაგუთია თბილისში ეს თავის თავზე მიიღო იმიტომ ეს მენტალიტეტი მაინც იყო ძალიან ძლიერი და რას არ მეძახოდი და რას ეს საფია პირველი ზავდებეთ იყო ეს საფია სააკაშვილი არის სომეხი როცა სხვა ეროვნულ მოიგონეს
მე ერთმა სტუდენტმა იქა თეატრონის თავის რომელიც ყველა ლექციას და იმის საგაშო დაიშვამეხი. იმარა რა კი ეს სტუდენტი იყო ჩემ გაცავი აბაშტევის ელექტრონის ხრიდან თოდა მე წარმოგიდგენთ და სოლომეურებსგან უოჯახი იმერეთის ბოლომებისგან და საქართველოს ბოლო წარმატებებისგან და რაიცი დრო სომეხია რასკია რაიცი ეს თეატრალში უჩქდება აბა სამხურ სახელს ვაკეთებ ეს იყო მისი პასუხი და ამის შემდეგ ჩატეს სამფილმი ქონა გადაღებული და არ მიღწეს დიპლომი აი ეს იყო საბჭოთა ფრონტის წინააღმდეგობის ესენი იყვნენ და ზოგიერთ მათგანმა მათი გაგზავნება როკუნაც მოახდინეს ლაპარაკობს სისხლიან წელიწადზე და ეხლა კიდე ვიღაცა ქალი როლი ობერკოც იყო და მაშინო აუპატიო მციხეში ისინი სისულელეს იმეორებ ბაგმის ციხის კაბინეტს ყვართავზე დამწუწებულია თქვია და თქვით სანდას მე ამოჭილო გერები ზაპორა თუ ეს ზედმე ითქვა და გაუპატიო და მოიტანეთ იყო გადაცდოები იყო იმაზებები რა თქმა უნდა იყო გაქონდა იყოს გამოცდილი პოლიცია ძალიან დიდი ეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე გამოცდილი პენიტენციური სისტემა მაგრამ შენ თავი ხუმანობა პროგრესი სხვა რამდენად სხვა მდგომარეობაში დღეს რომ იყოს ლაზიკა აშენებული აი როგორც ბათუმში წარმოუდგენლად მაგარი საზოგადოება ჩამოყალიბდა ფეოდალური სისტემა იყო აჭარაში რუსული ფეოდალური რეჟიმი და რამაგარი საზოგადოება ჩამოყალიბდა. რამაგარი საზოგადოება ზუგდიდში, მაგრამ რადიკალურს არც მაგათ უფრო ძლიერი იქნებოდა, იმიტომ ძალიან ბევრი, მრავალი ათასი თვითქმარი, მაღალადაც გაულებადი დასაქმებული ეყოლებოდა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ვიღაცის გადაგდებულ რაღაც კაპიტალზე. ქუთაისში დაცვა წყალტუბოს პროექტის დახორციელება, პარლამენტის პროგრამები რომ მიუყარა, ტექნოლოგიური ხარბების საკითხი რომ მიუყარა, სხვა სიტუაცია იქნებოდა. ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ყოფილიყო ბათუმში, თელ საქართველოს განათლების სისტემას კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს შექმნა. იმიტომ ეს ხომ ის არ იყო, ის იყო სტანდარტების შექმნა და მე ჩვენ ვაპირებდი სხვა უნივერსიტეტებსაც ვაპირებდი. ბაზირებაზე დაფინანსებას და ლოგოს იმ განათლების სისტემას. ამიტომ მე მინდა მიმართო საერთაშორისო თანამედროვეობა. Je voudrais m'exprimer ma reconnaissance profonde au président Macron pour son soutien historique et noble à la liberté et à la lutte de notre peuple géorgien. Monsieur le Président, vous avez inscrit votre nom à l'histoire non seulement de la France, mais aussi de cette région et de la Géorgie. Vous n'avez abandonné le peuple géorgien à cet élan très historique dans ces périls très dangereux, parce que vous comprenez très bien qui est la liberté, qu'est-ce qu'est la liberté, qu'est-ce qu'est l'avenir, qu'est-ce qu'est cette lutte entre des civilisations libres et des civilisations de subjugation, anti-civilisation de subjugation. Monsieur le Président, je vous souhaite la victoire, parce que ce sera la victoire aussi pour la liberté et aussi pour le peuple géorgien. Merci beaucoup à vous, merci infiniment, et j'espère que nous en sommes en sorte de ces conditions nous permettra de réussir de sauver la démocratie géorgienne et de choisir la européenne géorgienne. Alors, il est très bien, mais prestabilia et soit de il y a pour nous qui devrait assurer Alisa, il captură ușoară de la grevă. Mai captură de ușoară de terță. Asta rog, cele economii nu marșua, să cele unde dau acest
უნდა ვიჩქაროთ. უნდა ვიყოთ ფორმაში მათ შორის 20-თვის. უნდა ვიყოთ უნდა გესმოდეს რა ხდება გამოწვევასთან საქმე და რაზეა ეს წავშურე. და მე გითხრათ რომ მიუხედავად ყველაფრის იქით მე კარგად ხედავ ძალიან წარმატებულ საზოგადოებას საქართველოს. ქართული საზოგადოება არის ეს ლიდერი. არა წარსული არცეთი პოლიტიკოსი, არა წარსული სამწუდაც მომავლის. ქართული საზოგადოების თავისუფალი ნაწილი, რომელიც აღმოჩნდა არის უმრავლესი და მე ძალიან დიდი ემატო თუნდაც პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ თავისუფალი ქართული საზოგადოების ამ თავი გათავისუფლებაში. თუნდაც იმიტომ რომ მე ვიცოდი ასე პირად მაგალითად მე არ წამიდი აფცედი კაპი მე არ ჩემი ოჯახური კლანი მე არ მინისტრები ხელისუფლების შეჩამოკიდების გამოგეცით ხელისუფლება თუნდაც იმისაც რომ ამერიკული მასშტაბით პროგრამა შექმნა თუნდაც იმისაც რომ განათლების სულიერ ამ სისტემას შექმნა ყველაზე განვითარებული კერძო განათლება აღმოსავლეთ ევროპაში და ახალი ტექნოლოგიების გარჩევაო დალევა თუნდაც იმის გამო რომ დასავლეთისკენ და ევროპისკენ. ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა მაინც მოხდა შედეგი. ბოლო 12 წელს ანგლიას მინგარი არის დიდი ბულდოზერი თავის პატრონად დაეცა და ბოლომდე ვერ დააგრი ახლა გადაწყვეტა უბრალოდ აფეთქება სისტემის როგორც საკრისი აფეთქებს. ისე აფეთქებენ იმას რაც მანამდე ჯერ ხარად ითხრიდა და მე ნაგა ბუნზი მე მეერგა ბუნდები და ახლა საკრისივით უნდა რომ აფეთქოს ქართული სახელმწიფო დემოკრატია. და ქართული ჩინოვნიკები ჩაანაცვლეს. პირდაპირ რუსეთი, რომ რუსეთის ხელისუფლების თავისი არცი. ამიტომ ყველაფერი ჩვენ კიდევ და ერთი რამ ვიცოდეთ. საქართველოს გადარჩება თუ თითოეული ჩვენი საბოლოოდ გაცვლით იმას რაც საქართველოს გამოკითხვა 70% გადაიშურებული ძალიან საინტერესო გამოკითხვა იყო რომ თუ ახლა ვაკე ჩვენ ქვეყანა აღარ თუ ახლა ვაკე ჩვენ მოვალე აღარ თუ ახლა ვაკე ჩვენ სიცოცხლე აღარ და ეს არის პასუხი კითხვაზე რატომ გამოვედი მიუხედავად რომ საფრთხე და კარიოც უკრაინაში და თანამდებობა იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდ რაღაცებს მივიღოთ ჩემთვის ძალიან ყოველდღე საფრთხის ქვეყანაში ძალიან მშობლიურ ქვეყანაში ენაში მაგრამ შესამშრომლოს ვერსად ვერ გაიქცევ და თუ შესამშრომლო აღარ აქვს მათ შორის შენთვის ძალიან მშობლიურ ქვეყანასაც ვეღარ უშველი მათ შორის შენი არსებობას ასლი არ აქვს ამიტომ ჩავიდე ჩემი თავი ამ სიცოცხლეში საფრთხეში ამიტომ არის რომ ხაერს ამიტომ არის რომ მუდმივი პრობლემები მაქვს მიუხედავად ყველაფრის მაგრამ სულიერ ვერ გავეხავთ და როგორც ვარ ვერ გავეხავ და ასე იქნება ჩვენი ბრძოლა და ერთი რამე დავიწყოთ ის მიწიზახის ეხლა რომ შევიდეთ სახში ქართული ხალხი მე მაინც გულებად აერთება მიწი ხალხი შევიდა 2012 წელს სახში და მე ყველაფერი უბედურება მოხდა ბელარუსი ხალხი შევიდა სახში და მე ყველაფერი უბედურება მოხდა და გონიათ რომ დიქტატურა ვერ განიცდის თავის პოზიციას ახლა დაყალებს და ახლა იქნება თუ ეს გაასტაბილურა ჩვენ გვერდით უკვე უნდა წიეთ ამიტომ ახლა არ არის შეჩერების შენელების და ეს არ მინდა ვაწყენო მაგრამ ბურთის გოლაობის დრო ახლა არის გადაწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო საერთო სახალხო რევოლუცია რომელიც შეცვლის თრიან ფორმაციას და თავისუფალ ადამიანებს საბოლოოდ გააბანონებს საკუთარ თავისუფალ ქვეყანაში. და ვერასოდეს ვერცეც მართლს აღარ მიცემს საშუალებას რომ ეს კოშმარი, ეს სიზმარი რომ გონია, მე ყოველდღიურად რომ ვიგვიწევ ისოდეს მოგონია რომ როგორც სიზმარში ვარ და ეს რაღაც მესიზმრე. მასტივია ხა საქართველოს. მე ჩემი ბედი გადავაჭერჭე საქართველოს.
მირო იქნება ქართული ხალხი თავისუფალი ეჭვიერი თავისუფალი იქნება ქართული ხალხი ცოცხალი გადარჩენილ სიძველს თუ ეს ასე არ იქნება ასი ცოცხლასაც რა აზრია თავისუფლება სიკვდილი იყო თუნდაც კონკრეტის პარტიის უკრაინის პატრიოტებს ყოველწლიურად თავისუფლება თავისუფლება და სიცოცხლე თავისუფლება სიცოცხლე კიდევ უფრო შესაძლებელი Я хочу привітати український народ, я хочу привітати Збройні Сили України, я хочу звернутися українців і казати, щоб всі були обережні, тому що зараз дуже критичний період. І треба завжди пам'ятати, що у нас ворог не всередині, наш ворог за межами України і за межами Грузії. І треба концентруватись на боротьбі з цим ворогом, а не на внутрішніх якісь там суперечках. Ми дуже болюче спостерігати, що якісь там внутрішні політичні фактори час від часу домінують над головною справою. Головна наша справа – це врятувати Україну і це перемогти. Це გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს უკრაინისთვის დიდება საქართველოს მიერებს დიდება უკრაინას სლავა უკრაინი